რას ჭამ all inclusive სასტუმროში კასტელო მარეში. წავედით ვნახოთ რა დაგხვდება საუზმეზე. მგონი დღეს მექნება იდეალური საუზმე, იმიტომ რომ დილას დავიწყებ პელემენებით. ასევე აქ გვაქვს შემწვარი კარტოფილი, თათმის და საქონლის სოსისები, რომელიც დილას შეიძლება დაიწყოს ყიყლიყოს გარეშე და რა თქმა უნდა აქაც გვაქვს. აქვე მოგიმზადებენ ომლეტს იმ ინგრედიენტებით, რომელიც თქვენ გინდათ, ჩემი კი უკვე მზად არის. ამის გარდა კიდე სხვადასხვა ომლეტის სახეობაა. რა თქმა უნდა მოხარშული კვერცხი, მრავალფეროვნება როგორც ყველეულში, ასევე ძეხვეულში, სხვადასხვა ხილი და ციტრუსები და ძალიან ბევრი სხვადასხვა თხილეული. იგეთი საყვარელი ქოთნები მაწვნით, იქ კი ვხედავ ძალიან ბევრ ჯემს, ძალიან გემრიელი საუზმე გველოდება. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფუნთუშები, კექსები და ასე შემდეგ. იქ კი არის შოკოლადი და თაფლით ცალკე. ძალიან გემრიელობებია. სადილის დროც მოვიდა, წავედით ნახოთ რა დაგხვდება სადილზე. ფაშლამა, მოხარშული კარტოფილი, თევზი ქინძმარში, ღორის მედალიონები სოკოს соусით, ოჯახური ღორის ხორცით, ლობიო ნიგვზით და მჭადი. ძალიან ბევრი სხვადასხვა დესერტი, აკროშკა და სხვადასხვა ფუნთუშები. ბახშმის დროც მოვიდა, აუზის მერე ძალიან მშიერი ვარ, წავედით ნახოთ რა დაგხვდება. გვაქვს უკვე პიცა პეპერონი და იმერული ხაჭაპური. ბრინჯის ფლავი, რომელიცგან ძალიან კარგი სურნელი ასდის. კარტოფილის ხაშბრაუნი, აფხაზურა, მიშელი მიდიებით, შქმერული, სოკოს ჩაშუშული და აჯაფსანდალი ქათმით. ისევ ძალიან მრავალფეროვანი დესერტები და სხვათა შორის რაღაცა ახალი დაემატა. აქ გვაქვს მწვნილების ასორტი და სხვადასხვა სალათი. რა თქმა უნდა, უგემრიელესი ხილი, სხვადასხვა соуსები და სხვადასხვა ძეხვეული და ყველები.